როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, რითაც ჩვენ თავი მართალი გუგონია, ეს არის ჩვენი ვალდებულება. და ოდესმე ყოთ ბრძანებული თქვენ და თქვით ვითარამეთ, მონანი ვართ უხმარნი, რომელიც თანაგვედვა ყოფათ ვყავ. ნებისმიერი სიკეთე ადამიანის მიერ გაკეთებული, ეს არის ვალდებულება, რომლის გამოც ადამიანს მადლობაც კი არ ეკუთვნის ღვთისაგან. აი ესე ამბობს უფალი. ადამიანი არ ცხონდება სიკეთის კეთებით. სიკეთის კეთება ეს არის ადამიანური ცხოვრების ნორმა, რომ ადამიანი გერკვას, ადამიანი სინანულით ცხონდება. და რა კავშირი აქვს სინანულ სიკეთის კეთებასთან, ეს ცალკე თემაა, ეხლა ამას არ ჩაუღმავდები. და კავშირი აქვს, რა თქმა უნდა. ხედვა გვაქვს უკვე, როცა ხედავთ, რომ ჩვენი ცხონების საკითხი ეს არის საიდუმლოებითი საქმე და არა უბრალოდ რაღაცა მართალი იყო და შენი სიმართლით პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილო და სხვაზე უკეთესად ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანი თავის სიმართლით ცდილობს შეჭრას სასუფეველში, ის ყოველთვის დაინახავს თავის გარშემო ადამიანებს, რომლებიც უვარგისნი არიან. აი ესეთი ადამიანის ბუნება. და როცა პავლე მოციქული შემდეგ აი დღეს წმინდა წერილში თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში გვეუბნება, რომ გლოცავთ თქვენ ძმანო, ანუ გლოცავთ გევედრებით, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის ცემდით სულ მოკლეთა, თავს იდებდით უძლურთა, სულგზელ იყვენით ყოველთა მიმართ, ამის გაკეთება ადამიანს არ შეუძლია. არ შეუძლია თუ თავად არა აქვს ის ჭეშმარიტი სინანული, როდესაც მან იცის, რომ თავის სიმართლით კი არ ცხონდება, არამედ სინანულით, ანუ ღვთის მოწყალებით. ასეთ ადამიანს მე უკვე შეუძლია, რომ ასწავლოს უწესოს, ანუგეშოს სულმოკლე, უძლური თავს იდვას და ყველას მიმართ სულგზელი იყოს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არავის განიკითხავს. არავის განიკითხავს. იმიტომ რომ მან იცის, რომ თვითონაც თავის თავსაც ძალიან კარგად ხედავს და თუ რამე მაინც მისი ქმედებებით რაღაცა სიკეთე გამოდის, მან იცის, რომ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს.